პარტია სამართლიანობისთვის ერთ-ერთი ლიდერი თავმჯდომარე მოგესალმებით ქალბატონო ეკა მადლობას გიხდით იმისთვის რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას ქალბატონო ეკა პირველ რიგში ბუნებრივია უნდა დაგისვათ შეკითხვა ივანიშვილის უკვე მესამე ოფიციალურად პოლიტიკაში მობრუნებასთან დაკავშირებით და ძალიან მარტივად დავსვამ კითხვას, როგორ ფიქრობთ, რამ გადააწყვეტინა მას პოლიტიკაში დაბრუნება, რაღაცა გარემოებებმა აიძულა, ასე მოუწია, თავად გადაწყვიტა, იმიტომ იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც თავად დაასახელა გუნდის შიგნით კრიზისი, კორუფცია ქვეყანაში და ასე შემდეგ, თუ აი თქვენი თვალით დანახული მისი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში როგორია? მოგესალმებით, ქალბატონო ანა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მის პარტიაში უკვე ფორმალიზებული პროცესის ღიად გამოცხადება და მისი საჯაროდ გამოჩენა, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება მშვიდობიან და კომფორტულ გარემოს, ანუ არ უკავშირდება იმას, რომ ყველაფერი კარგად იყო, რასაც ის ხედავდა და იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ რომ ესე ვთქვათ წვირთი აიღოს და დაასრულოს რისკები, რომელიც ახლავს ქართული ოცნების შემდგომ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, რომ არა უკიდურესად რთული ვითარება შიგნით, რა თქმა უნდა, ეს არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ დაბრუნებულიყო ისევ პოლიტიკაში და ღიად გამოჩენილიყო. ანუ მას საფრთხეები და პრობლემები, მათ შორის როგორც ჩანს შიდა კლანური დაპირისპირებები და კორუფციული სისტემური რისკები, რომელიც შესაძლოა გადაიზარდა სხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში, მისთვის იმდენად მწვავედ ჩანს და იმდენად პრობლემატურად, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და ისევ შემოbrunდა, ხო? ანუ მისივე გადაწყვეტილება შეცვალა. მე დარწმუნებული ვარ, რამდენადაც ვიცნობ მას და ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო მამოტივირებელი მოცემულ სიტუაციაში, ეს უკავშირდება მის კიდევ ერთხელ ამბობ ხაზგასმით, მისი მხრიდან დანახულ და მის ხელთ არსებული ინფორმაციების შედეგად საკმაოდ მძიმე სურათ ქართულ ოცნებას. შეიძლება ეს გარედან არ ჩანდეს, ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ყველაფერი არა. მან იმდენად ბევრი იცის შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია მისთვის ყველა ინფორმაცია, რომ შვიდად ვეღარ უყურა პროცესებს დისტანციიდან, ხო? იმიტომ რომ ის არ ეკონტაქტება ბევრ ადამიანს, თქვა კიდევაც ყრილობაზე, რომ არ არის საკმარისი, რომ 2 ან 3 ადამიანს ველაპარაკვა. არ იყო შემთხვევითი ის გზავნილები, რომლითაც მან პრინციპში გაფრთხილებაზე მეტი უთხრა საკუთარ პარტიას, როდესაც უთხრა, რომ პრობლემა კორუფცია, პრობლემა ძალაუფლების დაზღვევა, პრობლემა ის რომ როცა გარედან არ ყავთ კონკურენტი თითქოს, რა თქმა უნდა ეს ამასაც იყო ნათქვამი, რომ შიგნით გაჩნდეს კონფლიქტური კერები. კი არ გაჩნდეს, გაჩნდა უკვე. და როგორც ჩანს გაცნობდი ღრმად წავიდა ეს კონფლიქტები. ვის და ვის შორის ქალბატონო ეკა შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ ეს კულისებიდან ვერ ერეოდა ამას ივანიშვილი? იმდენად დიდი კონფლიქტია? ფაქტია რომ ვერა, იმიტომ რომ წინა საახალწლოდ გამოჩენას არავინ არ ელოდა. ჩვენ როცა ამაზე საუბრობდით, ხო, პროგნოზებზე ვარაუდობდით, რომ შეიძლებოდა ის უფრო მოგვიანებით საარჩევნო კალენდართან ახლოს გამოჩენილიყო, ამიტომ ეხლა ახალი წლის წინა დღეს, როდესაც აი ძალიან ერთი დახურული იყო ეს ინფორმაცია და არ მჟღავნდებოდა მიიღო გადაწყვეტილება, ხო, რაღაცა 10-11 თვით ადრე გამოსulis ღიად. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი მისთვის საფრთხე და პროცესი, რასაც ის უყურებს შიგნით, არის ძალიან მძიმე დანახული. სხვანაირად მე ვერ ვწყვეტ, ლოგიკას ვერ მივყვები, რატო შეიძლებოდა დეკემბრის ბოლოს გამოჩენილიყო და არა მაგალითად გაზაფხულში. შეიძლება რაიმე ტიპის ხისტით ცვლილებებიც ვიხილოთ, ქალბატონო ეკა, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ. იგივე თუნდაც პრემიერს შეცვლის, იმიტომ რომ მთავარი პრეროგატივა რაც აქვს მის სტატუსს, როგორც საპატიო თავმჯდომარეს, არის რომ მას შეუძლია სწორედ პრემიერის დანიშვნა და არჩევა, ხომ? ესეთი არ გუნეს, მოკლედ ბიძინა ივანიშვილს. ხო, ფორმალიზებული არის პროცესი, უკვე ანუ მან სტატუსი პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარის ჩაწერა და არა მხოლოდ ეს სტატუსი ჩაწერა
წესდებაში არამედ მოითხოვა რომ ფუნქციების დამატებოდა, ესეც არ არის შემთხვევით, ხო? ის ესე სიტყვით არენდობა არ არის და საერთოდ არავის არენდობა ბოლომდე, ამიტომ მან სამართლებრივი ლეგიტიმაციაც მოინდომა და სამართლებრივად მოინდომა გამყარება იმ უფლებების, რაც ისედაც აქვს. ეს უკეთესი პროცესია, მე ვფიქრობ, პოლიტიკისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვისაც, იმიტომ რომ ესე მუდმივად არჩევდილთან ოპონირება და მუდმივად ესე უჩინართან ოპონირება, რა თქმა უნდა, ჯობს მისი გამოჩენა, იმიტომ რომ ამ გამოჩენას და ამ გამოსვლას მოყვება ცვლილებები. ეს ცვლილებები მე მგონია პირადად გარდაუვალი და რატომ? თუ ის არანაირ ცვლილებას არ მოახდენს, რაც დაუჯერებელია პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით იმ გზავნილების შემდეგ, როდესაც ის თითს უქმნებდა საკუთარ პარტიას ფაქტიურად. ეს ნიშნავს, რომ ანა მან ყველაფერზე უნდა აიღოს პასუხისგებლობა, რაც აქამდე აკეთა ქართულმა ოცნებამ. და რაში ჭირდება ამაზე პასუხისგებლობის აღება? აქ მე ლოგიკას ვერ ვხედავ, ხო? იმიტომ რომ ის ბევრი ცუდი რამ, მათ შორის ბრძოლა დასავლეთთან, მათ შორის ბრძოლა საკუთარ ხალხთან, მათ შორის არადემოკრატიული ნაბიჯები, მან მაშინ თავის თავზეც უნდა აიღოს და გადაინაწილოს. ამიტომ ალბათ არ მოინდომებს, ხო, პრაგმატულად რო შეხედოს და შესაბამისად რაღაც ცვლილებები უნდა მოყვეს მის შემოსვლას პროცესში. ვის და რა დონეზე შეეხება? ეხლა ეს რო შეეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მე ესე მაგ დანახული, მაგრამ თუ ეს იქნება უფრო ქვედა დონეზე, ხო, ეს იქნება ქვედა დონეზე პირობითად, მაგრამ ეს იქნება ალბათ რაღაცა სისტემური კავშირის მნიშვნელოვანი რგოლი. და არა ესე შემთხვევით ვიღაც. აი ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ, ორპოლუსიანობას აი წინასაარჩევნო პერიოდში თუ უფრო გააქტიურდება ივანიშვილიც საჯარო გამოჩენების კუთხით რაღაცა უფრო გააზრდის თუ პირიქით? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პროცესს ეხლა ეს უბიძგებს დაიწყოს უფრო მეტად გამსხვილება, დაიწყოს ოპოზიციამ მეტად საერთო ენა მონახოს და კოორდინაცია გააკეთოს. მე მგონი ეს კარგი პროცესია იმ მხრივ, რომ როდესაც ხედავ ვინ არის შენი ოპონენტი და ვის წინააღმდეგ უწევს ოპოზიციას გამოსვლა ამ არჩევნებზე, უნდა გაიაზრონ, რომ რაღაც თემატური და განსაკუთრებით ეს უნდა იყოს ევროკავშირთან ხის წესრიგი, თემატური კოორდინაცია არის საჭირო. იმიტომ რომ კოალიციურ ფორმატში თუ ითუმეტეს კოალიციურ ფორმატში უნდა იმუშაოს ოპოზიციამ ერთად, შეუძლებელია რომ არ დაიწყოს აი ესეთი კონსულტაციები უფრო ახლოს. მე მგონი რომ პრეზიდენტი აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ესეთი მოლოდინი მაქვს ანა, რომ აი ამ კონსოლიდირების პროცესში პრეზიდენტს შეუძლია უფრო დამაკავშირებელი როლი შეასრულოს. კი ბატონო, გასაგებია და ბოლო კითხვა მინდა ქალბატონო ეკა დაგისვათ, ეს ეხება სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს ივანიშვილთან დაკავშირებით. აი როგორ ფიქრობთ, აი ზურაბიშვილის მიმართ ივანიშვილის ოფიციალურად გამოჩენის შემდეგ რაღაც აი უნდა ველოდოთ თუ არა, თუნდაც პოლიტიკურად წნეხის გაზრდას, ხომ რაღაც წინასწარ გეგმებსაც ხატავდნენ, ამ ნიადაგს ამზადებდნენ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების ლიდერები, რომ თურმე შეიძლება რაღაცა პოლიტიკური გეგმებიც ჰქონდეს გახარიასთან, ხან ნაციონალურ მოძრაობასთან და ასე შემდეგ. ხო, ბევრი თეორია მოგვისმენია მოკლედ ხელისუფლების მხრიდან ზურაბიშვილთან დაკავშირებით. აი ივანიშვილის ოფიციალურად გამოჩენა კულისებიდან გამოსვლა, აი რამეს თუ შეცვლის პრეზიდენტთან მიმართებით. ხო, საინტერესო იქნება ეს პროცესი, იმიტომ რომ პირველი კომენტარი იყო ძალიან მოზომილი ვიძინა ივანიშვილის და ეხლა უკვე უფრო გამოჩნდება ოპონირების პროცესი, რა სიმაღლის სიმწვავეს მიაღწევს და ეხლა უკვე კამპანიაც დაიწყება ძალიან მოკლე დროში და გაცილებით სხვა დღის წესრიგი გვექნება, რაც შეეხება პრეზიდენტს. პრეზიდენტის შემდგომი როლი მე ესე წარმომიდგენია, რომ ქვეყანაში რჩება ერთადერთი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც არ არის გავლენის ქვეშ ხელისუფლების. პრეზიდენტი ალბათ იქნება, მე ვფიქრობ, ძლიერი ლიდერი, რომელმაც უნდა შეკრას პროდასავლური ძალები და მიმართოს აი ეს პროცესი საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგის გასაძლიერებლად და შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად. მე პრეზიდენტს ვერ ვხედავ რაღაცა ერთი პარტიის ლიდერად ან
რაღაცა ერთი პატარა ჯგუფის ლიდერად. მე მას ვხედავ უფრო იმ პროცესის სათავეში, რომელმაც საქართველოს უნდა გაიყვანოს თავისუფალი არჩევნების გზით ევროპულ გზაზე ერთი ნაბიჯი თუ 5 თუ 10 ნაბიჯი წინ. მე აი ასევე უყურებ ახლა უახლოეს პერიოდში პრეზიდენტს და მე მგონია რომ მან უნდა აიღოს თავის თავზე სწორედ ასეთი ლიდერის ფუნქცია და აიღებს კიდევაც რამდენადაც მას ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები და მისი მზაობა, რამდენ მოტივირებულია ამ პროცესში რომ საქართველოს არ დაკარგოს ევროპულ გზაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპასი, ის ძალიან აქტიური იქნება, ასე რომ შემდეგი ეტაპი და აი ნახავთ კიდევაც ალბათ ეს პროცესი გაიხსნება ოპოზიციის ერთმანეთთან დიალოგის ხელშეწყობა, მათ შორის თემატური შეთანხმებები, რომელიც საჭიროა რომ ხალხს უთხრა ჩვენ რატო გვინდა ეს არჩევნები და რატომ და შეიცვალოს ხელისუფლება. ხო რამ მოაქვს საქართველოს ევროპულ ოჯახში შესვლას. აი ეს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი უნდა დაიდოს უკვე ამის დრო მოვიდა. და მე ვფიქრობ რომ ამისთვის უნდა მოვემზადოთ ყველა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა იმისთვის რომ